75-ის გახდა. 75 წელი შუა ასაკია შემოქმედისთვის. მაგრამ თუ მივიღებთ ხელოვნებაში შემოქმედებისთვის, ჭეშმარიტი პოეზიისთვის გათეულ ღამეებს, დრამატულ ცხოვრებას, რომელიც ქალბატონმა გუმნაზიმ გამოსცადა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, შრომას, რომელიც მან ჩადო მამულისათვის, თავისი ქვეყნისათვის, მაშინ არც თუ ისე მცირე დროა. ზის ახლა ჩვენს წინაშე ვარ მოხდილი ქალბატონი. ზის მთელი თავისი შემოქმედებითი და ფიზიკური მომხიბვლელობით. წიგნი, რომელიც ახლა თქვენ გიჩვენეს, მართლაც არის დიდი ჭეშმარიტი ნიჭის გამოვლინება და ამავე დროს თავისი ქვეყნისთვის ნათქვამი სიმართლე. ეს სიმართლე კითხვებს კარგად მოგეხსენებათ. ზოგჯერ შეიძლება მწარე იყოს, მაგრამ მამულის ბედზე ჩაფიქრებული ჭუნვარე პოეტის ნათქვამის სიტყვა როდის არ არის მწარე და ტკივილიანი. ქალბატონებო და ბატონებო, სამყარო მშვიდობის. სამყაროს უმთავრესი კანონზომიერება, ცნება, არსი, არსს, მადლიერება, რომლის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელია იყო ღმერთთან და კერპოსადაგრები. მე ამ საოცარ შემოქმედებით საიუბილეო საღამოს სწორედ მადლიერებით გავაგრძელებ. სამყაროს გენია, დიახ, არ არის სამყაროს გენია. დიდებული რუსთაველი არსი დღეს ჩვენი კოსმიური სახელით მას მიწევი. მოდით, დავარისების, მისი სიყვარულის და მისი დიდი გენიის შემოქმედების მადლიერების ნიშნად გუხარი აპლოდისმენტები. ჩემო თვითფასებო, ქართული ფენომენი უძველესი ჟანრის. ახლოს გახდა, აქეთ, გუშინდელ დღესთან მოვა, ქალდება, კოლხი იბერიასთან. ხვდებით ხომ, იქეთ კიდევ რამდენია. აქეთ მოვედი, ქალდება, კოლხი იბერიასთან, ეს ფენომენი ძალიან დიდია. და ის, ვინც ახლა ჩვენი სიმბოლური და რეალური მასპინძელიც არის, ამ ფენომენს მთელ მსოფლიოს აცნობს და მე სწორედ მადლიერების ნიშნად გუხარი აპლოდისმენტები რუსთაველის თეატრს, მის ყველა თაობას, აქ ამ სამყაროში და იმ სამყაროში. ქალბატონებო, ჩვენ გარდმოსულები ვართ. ჩვენ დასაბავისეული ერი ვართ და ჩვენ მუდმივ მარადიულ მოგზაურობაში ვართ. თელს სამყარო galaktikებში. აქ სიმბოლოა. დიახ. ორი განზომილების და მესამე ყოფთაებრია თვითონ. განზომილების სიმბოლო ველოსიპედია იქ. და მადლიერების ნიშნად, სიყვარულის ნიშნად ჩვენ გუხარი აპლოდისმენტებით სიყვარულს შევუძვით უნიკალურ მსოფლიო მოგზაურს, გინესების რეკორდსმენს, საოცარ უბრალოებით სავსე კაცს და ღირსებას, ჯუმბერ ეჟავას. დიდი მადლობა წამყვანს, რომელმაც დაგვიხატა წინაპირობა დღევანდელი საღამოსი და ბატონ თეიმურას ეროვნული კოსტუმში გამოცმობილს მეგონა ქართულსაც იცეკვებდა ამ სცენაზე, მაგრამ ამ
წუთს შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ საიუბილეო წამყვანური. მამო, მე არ მინდა გადავფირთო ხელოვნების საღამო და ძალიან მოგაქანდებოდეს მეზახიან, ამიტომ დავწერე, რაც უნდა თქვა და თუ შეიძლება ჩემო გულას ასე წამკითხავ ამ ჩემს პატარა ჩანახატს. ერო და ბერო, ადამიანის ზენო, ქრისტეს მიერნო, ძმებო და დებო, და თა შორის ძვირფასო დაო გულმაზი. ნება მიმოდეთ შენი ზეციური ძმების სახელი, ხორციელი ძმები მყავს ხედველობაში, შენ და მოგბრძანებულ, შენს მკითხველს და თაყვანის მცემლებს, თემ მსოფლიოში გაფანტულ, შენი ათინათისა და ანთოლოგიის თანამოყალმებ, დიდი შემოქმედებითი ნაშრომის, უდიდესი წიგნისა და შენი ფიზიკურად ფერდას მოვლენის ერთობლივი საზეიმო საღამო მოგილოცო. ორთავეს მარადიულ ცხოვრებას გესურვებ. წმინდა მამა გაბრიელის მადლმოსილმა ქალბატონმა თავისი უბრალოი და დედაშვილური სიტყვით თავისი აპარა ქართულ საზოგადოებას. მისგან გაცემული სიტყვა უსაზღვროა. მისი ფსევდონიმი ცისკარელია. ცისკარელი ზეცის სახლში დადის, ეძებს ცის სამყაროს, ღვთის მადლს თესავს ყველგან ხალხში, წესრიგი სულს დაამყაროს. შეგობას ერაიტანს ერი ნექტრის სამას გვიცილადებ ლოცვა და ეს გვინდა ისევ ბევრზე ბევრი ალაგდება გულში გლოვის ბოცვა. ის ფერი გაზაფხულის მოვა ცა ბობოქრობს ქარიშხალით მოთქვამს ოცნებებით მეტი ფიქრის თოვას ცისკრის დილას. ჩემი წმინდა ათინათით მიწამიყვარს ხვავითა და ბარით, თოვლიც მიყვარს, ზამთარიც და ზაფხულიც. მიყვარსიო ქარივით რომ არ დაქრეს ღმერთი, გავხდი ამ ყველაფრისთან, შემაშინა წვევა და საფრთხეც, რომ ჩაყლაპა შოვის მიწამ ბავშვები, გაიხარა, ჩემი თვალის ნახულმა არ დამოუკრეს. მოიხსენებათ, საფუძვლო ლირიკა ჩვენში ძალიან გავრცელებულია და ზიაღმატებლად ყვავის. მაგრამ ეს სიტყვები, რაც დღეს გამოითქვა და გამოითქმება, სავსებით შეეფერება ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილის ცხოვრებას, მოღვაწეობას და მის ხასიათს. საკამში არსებობის ყოველი წუთი სიყვარულს უდოლდება. ის სიყვარული მოიცავს მთლიანად საუკუნეებს. დღევანდელ დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება თითოეული თქვენთაგანი ფიქრით და განცდით სიყვარულით არის გავსებული. Consiglio
Imkhilami lajva
მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე იყო აქ ამ სცენაზე და ქალბატონ გულგაზის იმულოცო 75 წელი, რომელიც ნამდვილად ისეთი ასაკია, როდესაც ძალიან თხამამად შეუძლია გადაავალოს თვალი მის მოღვაწეობას და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ ყოველივეს მომსწრევართ და შეგვიძლია რომ მისი თითოეული ლექსი, რომელიც გაჟღენთილია არა მხოლოდ სამშობლოზე, ადამიანებზე ფიქრით და სიყვარულით, არამედ ბატონმა თემურმა ძალიან ლამაზი სიტყვით დაიწყო დღევანდელი საღამო მადლიერებით. მადლიერება დღეს ის ემოცია, ის გრძნობა, რომელიც საკმაოდ შემცირებულია დღევანდელ რეალობაში და ძალიან იშვიათად ხვდებით. და ეს ბალანსი, ეს ნაზავი, რაც არის ქალბატონ გულგაზის შემოქმედებაში, ნამდვილად ჩვენი გონებისთვის და ჩვენი გულისთვის ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ დამამშვიდებელ, არამედ სტიმულის მომცემ ემოციასაც იძლევა. საკმარისია ერთხელ ჩაგიხუტოს გულში და სხეულში გივლის სიტყვა ზუსტად ისეთივე, როგორიც დედის ჩახუტებას ახმავს. ის თავადაც ამბობს თავის პოეზიაში, რომ მე მინდა მენთო სიკეთის ცეცხლი ჩემში და გათბეს დედა სამყარო. უნდა ვიშოვო სიკეთის ფერფლი საქართველოს გულს გადავაყარო. მე ვარ ის გრძნობა, რაღაცა უცხო სიყვარულის და დარდის გამქრობი ტკივა და მაინც ხვის ტკივილს ვუხმობ, ვარ ცეცხლ ქარბუქი თოვლის საშლობი. დიახ, დედა გულგაზი მართლაც ასეთია. მას სხვისი შვილების დედული სიყვარულით დატევა შეუძლია. მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით, უდიდესი სიყვარულით. დიდი გოლიში რომ ასე ფინალისტებს მომიწია გამოსვლა, მაგრამ მადლობა უფალს რომ ისე არ მოხდა, რომ ვერ მომესრო ამ ულამაზესი და ძალიან დიდებული ქალბატონის იუბილეზე. ქალბატონი გულგაზი არის სახე თუ როგორი არის ქართველი ქალი. თავისი შრომის სიყვარულით, თავისი ნიჭიერებით, თავისი გაცრების უნარით და ეხლა კარგად დაუდგა ქალბატონ გულგაზის. რაც ამდენი ხანით ესა, სიყვარულად, სიკეთეთ, ნიჭად და ყველაფერი ერთიანად უნდა მოიქოს და მე მინდა რომ ჩვენი ქართველი მწერლების სახელით გამოხატოს და უდიდესი პატივისცემა. ეხლა ჯერ კიდევ ჩვენი დიდი დედის ღვთისმშობლის და მისი სალოცავი შვილის დღეებია მთელ სამყაროში და ვიფიქრე რომ ქალბატონ გულგაზისათვის ყველაზე უფრო უყურიანი იქნებოდა ღვთისმშობლის აი ამ ხალხის განაცემა. უნიკალური იქეთ ნებროთის სამეფოს ნარჩენებია. ნებროთი ნოეს შვილი იყო. მანამდე კიდევ უხსოვარი ჟამის ისტორია გვაქვს, ეს ცალკე უნდა ვისაუბროთ ალბათ. გრაგლიანი იქ 3000 წლის წინამდელი ქართველური ალბანის სივრცეა. მაგრამ ეს პატარა 3000 წელია. ის 50000 წლის თემას ინახავს და მე იმედი მაქვს, რომ მეცნიერებათა აკადემიაში დაწყებული თემა, რომლის ნაწილიც არის ჯუბერლეჟავას სახელობის მეცნიერებათა აკადემიაც, აუცილებლად გააქვს. ყველაფერი მას რაც დაგვიმარეს, რაც მოგვყარეს, დაგვარდეს და ასე შემდეგ და მაინც იქნება გამწკინება იმერთა.
კასპის მუნიციპალიტეტის დოესის საშუალო სკოლის საოცარი ანსამბლი, ჯგუფი, ლიტერატურული ჯგუფი გადაძახილი. ხუნჯით ხატა ფირუზივით ლამაზ რითმებს. ზეც ჩავიდა, ნეტავს საფსურს დაბინავდეს, რეალურად აკაშკაშდა ვარსკვლავები, ზეგი გზნობის სასახლეში მიიძინა, ცისარტყელოძის დაფინა დალალები, ათინათმა გონი წიგნად გამოფინა. ბედმა მახე დაგიგო, სიყვარული წაგართვა და მომავლისთვის წაიგო. მაშინ როცა დაგაუბლა, ვარდად ვარდობდი, ქმარს დარდობდი, შვილს დარდობდი და სამშობლოს დარდობდი. იხტიბარი არ გატეხე, ალბათ ესეც ბედია, სულ ღიმილით ჩაიბარე ერთი აკადემია. აკადემიას სტუმრობენ ბუმბერაზი პირები, ელექტორატს კარგს გლახმედრები, იმათზე სულ ვირები. ჩვენი სულად კიდევ უფრო წარმატებულ გზებს, მუდამ უფლის ფარველობით უღირონეთ მზეს. გეფერებით და გილოცავთ დაბადების დღეს. შენი კალმის სიდიადის მადლით, გვეზიარეთ პოეზიის სიბრძნეს, ჩვენში ისევ ის ბავშვობა დადის, სიყვარულით, გულით, რთულობით გვიძღერს, თვალწინ დგას ის ლამაზი კადრი, პირველობა პირველ კლასსაც გვერგო, კვლავ გაფასეთ, რაც დრო უფრო გადის, ჩვენც ვცდილობდით პოეზია გვეგრძნო, გავიზარდეთ პოეზიის ენით, აი ახლა ჩვენ წინ ვდგავართ კრძალვით, პოეზია სულის გადამრჩენი, როგორ გვიყვარს ის პოეტი ქალი. You sheen with your charm, anointed with grace, and your violet fragrance leads your diamond away. You are the cluster of grapes soaked in honey. Who can compare you in the beauty quite fairy? The morning dew, full of God's beautiful rose, not only pure gold but pearl, ruby turquoise. You are the mysteries of the scorching summer. May the breeze of Lomisa protect you, my love. You are spring lilacs, the fragrance of the yard, the dew of the morning faithful to your land.
თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც ავისმოთ მადლობა უნდა გადაუხადოთ და გოდიში დავუხადოთ იმისთვის, რომ უფრო დიდი დარბაზი, უფრო მე რომ ვკითხოთ, ხო დიდი საკონცერტო დარბაზი უფრო მოგვიხდებოდა ჩვენ, იმიტომ რომ თქვენი შვილების, თქვენი ტაშის მკვლელების არმია არის მე რაც ვიცი, მარტო რაოდენობა იმდენ, რომ ერთი დიდი საკონცერტო დარბაზი დაინერვდა ამ კონფერენს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეული იმ თბილისისთვის, რაზეც ჩადეთ აი ამ პუნქტშიც, ჩადეთ მე იმ შესანიშნავ ხალხთან იმ მეუბნეულ სიმღერაში. ეს იყო პირველი ჩემი გადაკვეთა ხელოვნური ინტელექტთან, ამის თქმა უნდა და მადლობა რომ ზოგადად არსებობენ თქვენნაირი ქალბატონები. ქალბატონები, რომლებაც იციან, ვის უნდა უთხრან მადლობა, ვის უნდა უთხრან ტყბილი სიტყვა, წარე სიტყვა მე ახსენე ჯერ თქვენგან არავის მიმართ ხორაც ვერ ვისწენებ მაინც და მადლობა იმ საზოგადოებას, რომელიც 3 საათიდან აქ იყო და შემოწევა მადლობა რა თქმა უნდა შენ, იმიტომ რომ რაღაცა ჟანგბადის მომხრე ხარ ხო შენ. მადლობა თემოს და აპლოდისმენტები ესეთი საღამოს გასვლით. დღეს ჩემს უსაყვარლეს ქალბატონ გულნაზის საიუბილეო დღე აქვს, კათათვე აქვს და საერთოდ ასე არის ადამიანის ცხოვრება, ვინც სიკეთეს თესავს, სიკეთეს იმკის, ვინც ნიჭიერებას თესავს, ნიჭიერებას და ვინც ბოროტებას. დღევანდელი დღე იყო სიყვარულის, სიკეთის, ნიჭიერების დღე და გასაკვირი არ არის, რომ თითქმის თელმა საქართველოს მიულოცა ქალბატონ გულნაზის საიუბილეო დღე. უსურვებდი სიხარულს, ბედნიერებას, ეს დიდი სიკეთისა, დიდი ჭირთათბენის მატარებელი ქალბატონია და მინდა რომ ცხოვრების ყველა წელი კონდეს ბედნიერი. მოგესალმებით ყველას, მიულოცავ დღევანდელ დღეს ქალბატონ გიულის დღევანდელ იუბილეს. ძალიან ასე ვთქვათ, კარგი საქმე გააკეთა რუსთაველის თეატრში შეგვყარა ამდენი ამხელა საზოგადოება. და შვენიერი საღამო მიმდინარეობს, ძალიან ძვირფასი საღამო არის და მადლობა მას, მადლობა რა თქმა უნდა ტელეკომპანია ვარსკვლავებს. მნიშვნელოვანი თარიღია ესედაც მენეცაცხებელ დედათა ხსენების დღეა, როდესაც დედები მოემზადნენ უფლისთვის, ზეთისცხებისთვის, ის უკვე აღდგომილი დახვდათ და ეს იყო საოცრება. აი დღესაც რაღაც ვძნობ იმ აღდგომას, რომელიც ჩემმა უსაყვარლესმა დადნაფიცია, ჩვენ ბიჭებო ვიცით ხოლმე დადნაფიცვა, მაგრამ მოდის კიდე მანდილოსებში შემორჩა ძველი კლასიკური ეს ფორმა და ჩემი გულნაზი და მე წმინდა გიორგის ხატის წინ დაძმობა მივეცით ერთმანეთს. გვიხარია დღემდე ესე მოვდივარ და რა ვიცი, ასეთი გულნაზი მე არ მინახავს. გაბწყინებული, განათებული, რაღაც აი კოცონია სიყვარულისა და მე დიდი მადლობა თქვენ რომ ეს დააფიქსირეთ ყველაფერი და ეს ისტორია შექმნით. ჩემო კარგებო, უღრმესი მადლობა და თქვენი საშუალებით მინდა ყველა თამარს, ყველა დედას, ყველა ქალბატონს მიულოცოთ და გულნაზის ხვედრი გაეზიარებინოს ყველა ღირსეულ ქართველ ქალბატონებს. მერთმა დაგლოცოთ და ქრისტე აღდგა. დიდი მადლობა თეატრის ხელმძღვანელობას, დირექტორს, თითოეულ მსახიობს, თითოეულ თანამშრომელს და ტექნიკურ მუშაკებს. დიდი მადლობა შემსაყვარელ ირმა ირმის, რომელიც აქ დამტრიალდა. დიდი მადლობა მის მეუღლეს, რომელიც არის მსახიობი ბატონი თენგიზ გიორგაძე, რომლის ხელითაც სიტყვები აქ გალამაზდა და ისე დამედგა გვერდში, როგორც საკუთარი შვილი. ამითავარს ძლიერი, რომ მე ძალიან ვყარვარ ჩემს სულიერ შვილებს და მეც მიყარან ესენი. დიდი მადლობა ბატონ ბესოს ჩუბინიძეს, რომელიც არის ტკივილებით დახუნცული, საქართველოს ტკივილებით დახუნცული, სადაც თითოეულ მიწაზე სამაჩაბლოში, აფხაზეთში, შოუში თითქოს არც არა მიჩადიოდა, მე ვხედავდი ბესოს და კომენტარებს უკეთებდი და ვეფერებოდი. აი ბესო ჩუბინიძის ნაირი ახალგაზრდები ვჭირდება და არა იმ ნაირები, რომ ქუჩაში ძალიან ციტყაობენ. დავიწყოთ ქართველების ნეჩვეულებები, თითქოს რო გავდივარ, ისეთი სიტყვები მესმის, რომელიც სიტყვებიც არ უნდა მესმოდეს, არ უნდა მეყურებოდეს. ტკივა,
ჩემი საქართველოს მტკივა, თითოეული ქართველის ცუდად ნათქვამი სიტყვები მტკივა და მთელი ეს შემოქმედება, რომელიც დღეს მიდიოდა, თუმცა გადავყელეს საზოგადოება, მაგრამ მე 75 წლის ვარ და მე ჩემი ყურით უნდა მომესმინა ჩემი დაწერილი ლექსები, როგორ მივიდე ბავშვებამდე. დიდი მადლობა სკოლებს, დიდი მადლობა ციური უჭვას, ციცავს, დიდი მადლობა დოესის საჯარო სკოლის დირექტორს, დიდი მადლობა ხაშურის მერიიდან ჩამოსული თანამშრომელი აქ მაკა დიდებულიძე, ხათინა ჩიტაძე, რომლებსაც სიტყვა ვერ მივეცით. ყველაზე დიდი მადლობა ვინაც მაინც გაჩერდა და მოგვისმინა სხვისი სიყვარულის ხარჯზე სიტყვა რომ ვერ მივეცით და აი ეს ყვავილებში შემოხუნწრული აი მათგან მოტანილი ყვავილები სუნთქავენ თითქოს და მელაპარაკებიან და იცი რაც მეუბნებია დიდხან კიდე უნდა იცოცხლო იმიტომ რომ ერთ მომავალ შენი სიტყვები კიდე დავწერო და გააკეთო